გამარჯობა, აი სულ მცირე ვიდეო მინდა რომ ჩავწერო რა. დღეს უყურებ ბევრ რაღაცას და ძალიან გული შემდგება რომ საქართველოში პარტიები ხო არის ჩამოყალიბებული პარტია ოცნება, ლიბერალური და კონსერვატორები და კიდე გაჩნდნენ რაღაც ქვე პარტიები, ან ეს კონსერვატორებიც კიდე ჩაიშალა რა იცი რა. ოცნება ჩაიშალა, იმას ერთი ლობი ყავს და გასაგებია ახლა ის უბრალოდ პროპაგანდა იმისი და შესაბამისად რავი მართულია. ხო, ლიბერალები ჩაიშალნენ, ისინიც ასე თუ ისე მართულია. აი კონსერვატორები რო ჩაიშალა, ხო, აი ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემა არის რა. და არავინ არ თქვას რომ არ ჩაიშალა. იშლება ნელ-ნელა. აი მე რატო არ მიმაჩნია აი ამ ეტაპზე აი ეს ყველაფერი რაც ხდება ვითომ რომ უპირისპირდებით ქალაქების მშენებლობას არ მიმაჩნია რომ იქნება შედეგიანი მხრივ თუ ამ სიტუაციაში არ იქნა ჩართული საქართველოს საპატრიარქო. თუ საპატრიარქო არ არის ჩართული და საპატრიარქოს ინიციატივა არ არის რომ არ აშენდეს აქ თუ ინიციატივა არის რომ აქ აშენდეს დაუშვათ და უნდა დაუშვათ საპატრიარქოს რომ აქ აშენდეს რაღაცები აშენდება. თუ საპატრიარქოს არ უნდა არ აშენდება. საპატრიარქო არის მეორე სახელმწიფო ხალხი, ვერ გაიგეთ. მეორე სახელმწიფო არის სახელმწიფოში არის სახელმწიფო. და აი იმას ვერ ხვდები ხოლმე რომ ისინი რა შუაში არიან. ანუ როგორ რა შუაში არიან. აი ხე მე რომ მქონდეს მიწა და რავი გავყიდე, ისეთზე გავყიდე. ტიპი ბიზნესმენია რა. თან რო ვიცი რომ გავყიდე ეს მიწა მივყიდე იმას, ან გავასქვისე, გავაჩუქე რა მნიშვნელობა აქვს. ვიცი რომ იქ იმ მიწაზე უცხოელ შემომიყვანს. ანუ ვიცი ეს, განა არ ვიცი, მაგრამ ანუ გავასქვისე რა, ესე გავყიდე რა გავაჩი. საბოლოო ჯამში ვისი პასუხისგებლობა? ჩემი თუ ვინც გადაყიდა იმის. რა თქმა უნდა, ჩემი. იმიტომ რომ ჩემი მე მეკუთვნოდა. ჩემი წინაპრისი ეს მიწა და მე გავასხვისე ეს მე დაუშვი რომ ესე გამეკეთება. პასუხისგებლობა არის მანდ ეკლესიის საპატრიარქოსი რომ ესეთი რამე ზოგადად ძალიან ბევრი რამეს პასუხისგებლები არის აი ეს ჩვენი საპატრიარქო რადგანაც საქართველოში თუ კი ყოველთვის რამე ხდებოდა ყოველთვის ჩუმადი. მაგრამ როცა კი აი თვითონ შეეხებოდნენ პირადად აი რაღაცა ელემენტარული სახელმწიფო ცუდად ჩაერეოდა ვინმე რომელიღაცა ეპისკოპოსის რაღაც პირად საქმიანობაში ან ბიზნესში ან რაღაცაში მერე გამოდიოდნენ და კი ბატონო აბა ეს და აბა ის და ეგრე არ ხდება რა. და ზოგადად არ მიმაჩნია აი ძალისხმიერი რესურსის ტყუილი ხარჯვარი აი მომენტში. თუ კი საპატრიარქო არ იყო ჩართული რა მოცემულ პრობლემაში რა. თუ საპატრიარქო არ ჩაერთო, არაფერი არ გაიგო. რა გინდა კარვები გაშენეთ და გინდა ტელევიზორიდან ელაპარაკეთ. აზრი არ აქვს რა. აზრი არ აქვს. ხალხში მუხტი აღარ არის, გაიცრიცა უკვე ბევრი რამე, გაიცვითა უკვე ბევრი რამე და როდესაც ადამიანები გრძნობენ ამას მე უკვე რაც არ უნდა იძახოთ და იყვიროთ, იქ უკვე აღარაფერი აღარ მოხდება რა. და ზოგადად კიდეც ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი ძალიან ბევრი უკვე ქვე პარტიები გაიჩითნენ, რაღაცაები გაიჩითნენ, რავი კონსერვატორებიც უკვე დაიქსაქსნენ და ძალიან ცუდი ისინი ხდება, რავი, საქართველოში და ამას ჩემო ძვირფასებო ან რაიმე ისეთი საერთო უბედურება შესვლის
და ლიბერალიც, კონსერვატორიც, ნაციონალიც და ოცნების ამორჩეველიც ერთად დადგება, ან გამოვა საპატრიარქო და იტყვის, რომ ხალხო ეს არ უნდა დაუშვათ და არ უნდა აშენდეს და დაიწყებენ იმაზე რა ქვია წირვა-ლოცვაზე და ხადაგებებს, რომ გამოსასვლელია და აუცილებლად გვერდში უნდა დავდგეთ და ეს ამბავი არ უნდა გავიტანოთ. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე არაფერი არ იქნება რა. სიტყვით, აი ესე მგონია მე. ეგრე მგონია კი არა, ბევრიც ეგრე ფიქრობს და ეგრეც იქნება. კარგად.